საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში ჰაიდელბერგ ცემენტის სამეცნიერო საგანმანათლებლო კონკურსის ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს ჰაიდელბერგ ცემენტის წარმომადგენლებმა ფულადი პრიზები და დიპლომები გადასცა. პირველი ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვსწლიანმა გუნდმა დაიკავა. კონკურსი კომპანიამ 2011 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა და მასში ერთდროულად 18 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. საღამოს გარემოს დაცვის მინისტრი ხასნა გოგოლაძეც ესწრებოდა. საქართველოში საკმაოდ დიდი აქტივობა დაფიქსირდა, 300 რეგისტრანტი დარეგისტრირდა სპეციალურ ვებგვერდზე და საბოლოო ჯამში, საერთო ჯამში 50 წინააღმდება შემოვიდა განსახილველად. პირველ რიგში ეს არის გარემოს დაცვისაკენ მიმართული ღონისძიება და ეს ხელს უწყობს რაც შეიძლება მეტი იდეის გენერირებას თუ როგორ შეიძლება ჩვენი წვლილი შევიტანოთ უფრო მეტად გარემოს დაცვის ღონისძიებებში. მსგავსი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან რომ კერძო სექტორის ინტერესი და როლი ჩანს გარემოს დაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამიტომ მე მივესალმები ასეთ ინიციატივებს და ვისურვებდი, რომ სხვა კომპანიებისგანაც ყოფილიყოს მსგავსი ინიციატივები, მსგავსი კონკურსები. ჩვენი პროექტი იყო ბიომრავალფეროვნების შესწავლა და ასევე გვინდოდა გავეკეთებინა ელექტრონული საგანმანათლებლო პროგრამა ვებგვერდზე, რომლითაც ნებისმიერი სტუდენტი მერე გაეცნობა იმ მეთოდიკას, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. რაც შეეხება გამარჯვებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ გქონდა გათვლა, ჩვენ გავიმარჯვებდით თუ სხვა. თავარი იყო, რომ ჰაიდელბერგ ცემენტმა ძალიან კარგი ორგანიზება გაუკეთა აი ამ წინა პროექტს, წინა სამუშაოს.